ამ გადარჩენის გამოწვევაში ჩვენ მხოლოდ იმას შევჯამთ, რასაც დავიჭერთ. ჩვენ ვაპირებთ ნადიროთ მსოფლიოს ყველაზე ექსტრემალურ ოკეანეებსა და ლანდშაფტებში, რათა ვიპოვოთ საკვები და გადავრჩეთ. და ეს თავგადასავალი იწყება. სწორედ ახლა. ჩვენ ახლახან დავეშვით ბიჭებო ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ უკაცრიელ კუნძულზე მსოფლიოში და ჩვენ ვართ მალდივებზე. ამჟამად ჩვენთან ერთად არიან რამდენიმე ადგილობრივი მონადირე. და ჩვენ არ წამოგვიღია საკვები ამ მისიაზე. ჩვენი მიზანია დღეს ამ მონადირეებთან ერთად გავიდეთ და ვნახოთ შევძლებთ თუ არა საკვების დაჭერას და ამ კუნძულზე დაბრუნებას რომ მოვამზადოთ. კარგი, ეხლა გავდივართ ბიჭებო. ჩამოხდით ნავზე და დავიწყოთ რიფისკენ სვლა. ეს ძალიან გიჟური იქნება. წავედით. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გიჟური კუნძულია, სადაც ოდესმე ვყოფილ ვარ ბიჭებო. სრულიად უკაცრიელია და ბიჭებმა აგვიყვანეს. ეხლა მივდივართ გიჟურ რიფზე ბიჭებო. არ ვიცი რას უნდა ველოდე, მაგრამ აქ უზარმაზარ ძაღლ-კბილად ინუსებს იჭერენ. და ვფიქრობ, მთავარია საჭმელი მოვიპოვოთ და ამ კუნძულზე დავაბრუნოთ, ბედნიერი ვიქნები. ამ მისიაზე მართლა საერთოდ არ წამომიღია საჭმელი, ასე რომ ბიჭებს ვერ გაუთრუებ იმედს. იმედია დღეს ისინი გვაჩვენებენ გიგანტურ თევზებს. მაგრამ ეს ადვილი, ეს სიგიჟეა. აი ჩვენი ნავია. ეხლა ავალთ მასზე ბიჭებო. და გავეშურებით ჰორიზონტისკენ. მართლა არ ვიცი რას უნდა ველოდო აქ. ან წყლებში არასდროს ჩამეკვინთავს. და ეს მალდიველი ბიჭები ცოტა გიჟები ჩანან ძმაო. ისინი მონსტր თევზებს იჭერენ, ასე რომ ცოტა მეშინია. ძმაო, ეს ბიჭები ეხლა სულ თავს მეულებიან. ნავით მისასვლელად ცურავენ. ეს ხომალდი ნამდვილი მხეცია, თქვენს ხედავთ. გვაქვს ცენტრალური სამართავი კონსოლი და უკან დაახლოებით 3 ადლოებით 300 დონკერია. ყველაფერი მაგრად წავა ძმაო. სნელი ან კუნძულის დატოვება ძმაო. ისეთი ლამაზია. უკვე საშინლად ვოფლიანობ. ხედავთ რა დღეში ვარ. წყალში უნდა შევარდე. მერე კი წავალ და ვეცდები გიგანტურ ცხოველებს გავეკიდო. ეს ბიჭები აქ ოკეანეში საუკეთესო თევზებს დასდევენ. აბა რომელი თევზის ჭამა გიყვათ ყველაზე მეტად ბიჭებო? ვაჰუ, ძაღლკბილა. ვაჰუ და ძაღლკბილა, შენ რა სიტყვით მაო? შენი საყვარელი რომელი არის? სემ. ვაჰუ და ძაღლკბილა. ყვითელ ფარფლიან თინუსზე რა სიტყვი ბიჭო? წადი აქედან, აქ არ უნდა იყო. ჩვენ ვართ აქ ადგილობრივები. ბიჭებო, მაგაში ცოტა ყვითელ ფარფლიანიც უნდა იყოს. გულისხმობ რიფის თევზისთვის ამ მომენტში. რიფის თევზი უკეთესია. დროპო როგორია? ან მაგალითად მარჯნის კალმახი. ჰო, ეს საუკეთესოა. ხო, ძაღლკბილაზე უკეთესია. არა არის უკეთესი. არა, ძაღლის კბილზე უკეთესი არ არის. კარგი, პირველ ადგილზე მივედით. დიდად შორს წასვლა არ დაგჭირვებია. ხედავთ, ეს არის დაუკაცრიელებული კუნძული. ვაპირებთ რომ ძაღლკბილა თინუსი ამოვიყვანოთ და მსგავსი რამეები. თუ რას ვაპირებთ, ვცადოთ? არა, ჩავყვებით, დავდევთ და დავიჭერთ მათ. კარგი, დავდევთ მათ. არ ვაპირებთ გადაკლას, დავდევთ. მინდა გაჩვენოთ იარაღი, რომელსაც აქ ვიყენებთ. ეს არის 120 როლერის ტოფი. აქ ხედავთ რეზინს. ის ფაქტობრივად წინასწარ დაჭიმულია როგორც კომპაუნდ მშვილდი. აქედან ვქაჩავთ და ბოლომდე აქამდე მივყავართ. და ეს აქ ნამდვილად იარაღია. მას ორმაგი ფლოპერი აქვს. ასევე აქ მაქვს კამრის რილი, ასე რომ როცა ეს ხაზი აქ დაგვიმთავრდება, რაც დაახლოებით 60 მეტრია, კიდევ 60 მეტრი მაქვს აქ. და ამის შემდეგ ალბათ უკვე ვიხჩობი. მოდით წყალში შევხვდეთ, მოდით გიგანტებზე სანადირო წავიდეთ. წავედით.
კარგი ბიჭებო, ეხლა ხან დაუბრუნდით და ყვინთვით გრძელი დღე გამოგვივიდა. ბიჭებს არაფერი დაუჭერიათ, ასე რომ ფაქტობრივად მშიერი ვართ, მაგრამ ხომ არ ვნებდებით ბიჭებო? არ ვნებდებით. ხო, ვფიქრობ, ხვალ ისევ შევხვდებით ბიჭებს. ხვალ ისევ ბიჭებთან ერთად სანადიროდ წავალთ მეორე დღისთვის. არ არსებობს ბიჭებო, რომ ცარიელი ნავით დაუბრუნდეთ. ეს არ მოხდება. საჭიროა სისხლი გემბაზე, ასე რომ ხვალ დილით ადრე გნახავთ მეორე დღისთვის. თითები გადაჯვარედინებული მაქვს, კაცო, თევზს დავიჭერთ. დილამ შვიდობისა ბიჭებო, ეხლა უკვე მეორე დღეა. იცით რომ დღეს ისევ აქვართ და რევანშს ვიღებთ, მაგრამ შეხედეთ ამ ადგილს ჩვენს გარშემო. ეს ნამდვილი სამოთხეა. აგვაქვს ეს ლურჯი ლაგუნა და ეს წყალი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა დედამიწაზე. ყველა ბიჭი აქ არის და დღეს ჩვენი მოქმედების გეგმა ასეთია. დღეს ვცდილობთ დავიჭიროთ ძაღლის კბილა, თუნა და დიდი ცხოველები. დღეს რევანშს ვიღებთ. მგონი იქვე გვაქვს საყვინთი ადგილი, სადაც წყალში შევხვდებით და იმედია დავაკვირდებით. მაგრამ ბიჭებმა თქვეს რომ ეს ადგილი საოცარია. ეხლა აქ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა წყალდედალია დედამიწაზე. პირდაპირ შეგიძლია დაინახო რიფი აქ ქვემოთ. შეხედე ამას, ზევით ლურჯი ლაგუნაა. ეს უბრალოდ გაგიჟებაა. მართლა გუშინდიდან არაფერი მიჭამია. ასე რომ თუ დღეს თევზს ვერ დავიჭერთ, 2 დღე გამოვა უჭმელად. ამ მისიაზე საჭმელი არ წამოგვირია და არ არსებობს დღეს ცხოველი ვერ დავიჭიროთ. საჭირო თუ გახდა პელიკანსაც კი ვესვრი ძმაო, თუ ერთი მაინც გამოჩნდება. საღამოს სანაპიროზე შემწვალ პელიკანს შევჭამთ, იმიტომ რომ პელიკანები საფრთხეში არიან. ჩვენ პირდაპირ ამ ტალღებზე ვსერფავთ ლურჯ ლაგუნაში. ეს სიგიჟეა, კაცო. ო ღმერთო ჩემო. ეს ალბათ ყველაზე გიჟური პირობებია, რაც კი ოდესმე ჩემს ცხოვრებაში მინახავს. ჩვენ ლურჯ ლაგუნაში ვართ, ო კაცო. ო კაცო, ეს სიგიჟეა. იცი ზოგჯერ უბრალოდ იხედები გარშემო და გონია რომ სიზმარია, კაცო. თითქოს რა ჯანდაბაა, შეგხედე. ო ღმერთო ჩემო. ამ ლურჯ წყალში რაღაც განსაკუთრებულია ძმაო, უბრალოდ ბედნიერს მხდის. გონია რომ ეს ყველაზე სუფთა წყალია, რაც კი ოდესმე მინახავს ცხოვრებაში. ნახე, თევზებიც კი აშკარად ჩანს. შეხედე თევზებს. რა? ეს სიგიჟეა. შეხედე ამას. ჩვენ გვაქვს დიდი ბომბები. კარგი, ავიღე ჩემი ნიღაბი, მგონი არც კი მჭირდება. პირდაპირ ნავიდანაც შემიძლია რაღაცების დანახვა, მაგრამ მაინც შევხვდებით და დავათვალიერებთ. და დავათვალიერებთ, რადგან ეს სიგიჟეა, კაცო. წავედით. ბიჭები მაძლევენ თოფს, რადგან ამ ტივტივასთან თევზები დავინახე. მოდი ჩავიხედოთ, ვნახოთ რა არის იქ ქვემოთ. წავედით. ო ღმერთო ჩემო კაცო. ბიჭებო, აქ სირმე დაახლოებით 1 მეტრი უნდა იყოს. და თევზები ყველგან არიან. შეხედეთ ამას, ეს მშვენიერი მოძრაობაა. ჩვეულებრივ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ცხოველია დასაჭერად. მაგრამ იქ ქვემოთ უნდა ჩახვიდე. გიჟი ვიყავი კაცო. ისინი პირდაპირ ყველგან არიან იქ ქვემოთ. ასე რომ შეიძლება ეს ავიღო და ნავში ჩავაგდო. ეს მოგვიანებისთვის საკვებია. ნახავთ კიდევ რა არის იქ ქვემოთ. წავედით. ეს ადგილი პირდაპირ აკვარიუმივითაა. ეს სიგიჟეა. კარგი ბიჭებო, პირდაპირ გიჟდები ჩემს თევზზე აქ. ეს არის დიდ თვალა ზღვის კაპარჭინა. და ეს ბიჭები აქ ამბობენ რომ თქვი, მალდივებზე ეს ყველაზე ადვილად დასაჭერი თევზია, ხო? ხო. მან თქვა რომ ეს ყველაზე ადვილად დასაჭერი თევზია აქ. ავსტრალიაში ბიჭებო, ჩვეულებრივ ასეთი თევზის დასაჭერად 20-30 მეტრის სიღრმეზე უნდა ინადიროთ. და ისინი პირდაპირ ყველგანს ხედან იქ ქვემოთ. ეს სიგიჟეა. მე უბრალოდ ჩავხვდები და ვნახავ კიდევ რამე უცნაური თუ არის იქ, რადგან თქვენც ნახეთ, ეს პირდაპირ სიგიჟეა. კარგი, წავედით. დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეა, ლურჯი ლაგუნა.
მეგობრებო, შეხედეთ ამას აქ. ჩვენ პირდაპირ ჩავხდით ლუჯ ლაგუნაში და საჭმელი ვიპოვეთ. ეს აქ ბიჭებო, რასაც წითელ სნეპერს ეძახიან. ნახეთ რა გაბრაზებული სახე აქვს. ავსტრალიაში ამას წითელ ბასს ეძახით და დიდად არ ეძებენ, რადგან შხამს შეიცავს. მაგრამ აქ მალდიველებისთვის ეს მათი საყვარელი ან ერთ-ერთი საყვარელი თევზია. ასე რომ ეს მაგარი ნადავლით ავიღეთ. საკმაოდ მაგარია ძმაო და კიდევ ეს თევზიც გვაქვს. ეს არის ის, რასაც დიდ თვალებას ზღვის ბრემს ან მუსს ვეძახით. შეგიძლიათ ნახოთ, რატომ აქვს ასეთი უზარმაზარი თვალი. ავსტრალიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული თევზია სანადიროდ. მაგრამ როგორც ჩანს, აქ ისინი ყველაზე ადვილად სანადირო თევზებია, ასე რომ აღფრთოვანებულები ვართ. ავიღებთ ყველა აღჭურვილობას, გავეშურებით ჰორიზონტისკენ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა უფრო დიდი თევზის დაჭერას, ცოტა უფრო დიდს დავიჭერთ. წავედით ძმაო, ეს ადგილი პირდაპირ 64-ია. კარგი, დასვენების დრეა. ეხლა ჰორიზონტისკენ მივდივართ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა თევზის ზომის გაზრდას. მგონი ეხლა ძაღლკბილად ინუსო ნადირობთ. ვიმედოვნებ, არ დავიხჩობი. წავედით. გემზე რამდენიმე ბიჭმა რაღაცები მითხრა, პირველი როგორც ჩანს აქ დიდი ზვიგენები და კიდევ შეხედეთ ამას. ეს არის ზუსტად ის, რასაც ვიყენეთ ამ თევზების შესაჩერებლად. ეს დიდი ბუები, მგონი თითოეულ 3-3 გვექნება. როგორც ჩანს, აქ თევზები 70-80 კილომდე იზრდებიან. არანაირი შანსი არ მაქვს, რომ შევაჩერო. ეს ბუებია. ეხლა წყალში უნდა ჩავხდე და მის შვილს შევხედო. ბუ, ესენი რა არის? რა არის ესენი საყვარელო? ეს ახალია. მან თავისი ბორდ-შორტები ნავში დატოვა. ეხლა ჯინსებში ცდილობს დაიჭიროს დოქტუთ თუნა ძმაო. თუ ამას მოახერხებს გეფიცები, ეს მსოფლიო რეკორდი იქნება. ზუსტად იქ არიან ყველა თევზი. ამ დიდ სატუარას ბურთის ქვეშ. კარგი, მოვემზადოთ. წავედით. მოვემზადე. დროა ომში წავიდე. დოქტუთ თუნა. გვადლობ ძმაო. ეს ხილვადობა, კაცო. ძაღლი ჩვენთანა. აი ესეც მაო. ხო ბიჭო. ხო ძმაო, დიდი მადლობა. ეს პატარა ლეკვია აქ, მაგრამ ხედავთ რომ ეს ძაღლკბილად ინუსია. გვაქვს შეხედეთ კბილებს აქ. ეს პირველი ძაღლკბილად ინუსია, რომელიც ოდესმე დამიჭერია. ის უბრალოდ პატარა ლეკვია კაცო. მაგრამ აღფრთოვანებული ვარ, დიახ.
დავიჭირეთ ძაღლკბილები. სწორედ ამისთვის მოვედით აქ. ეს მშვენიერი თევზია. ეხლა რასაც ვაპირებთ არის ის, რომ მზე ჰორიზონტზე ჩადის. წავიდეთ კუნძულზე, ამ თევზს ნაჭრებად დავჭრით და ცეცხლზე შევწვავთ. ჩვენი ენერგია მაქსიმუმზეა, ხო? ძაღლის კბილი ავიღეთ, ძმაო. ნახე რა მონსტრია. კარგი, მივდივართ კუნძულზე, ამ თინუს მოამზადებთ, ძმაო. შეხედე ამ მზის ჩასულას. ძალიან მშია ეხლა, მართლა 50 საათზე მეტი არაფერი მიჭამია, ძმაო, ბოლო 2 დღეა. კარგი ბიჭებო, ეხლა ამ დაუკაციელებელ კუნძულზე დავეშვით, თინუსი ხელში გვიჭირავს. რასაც ვაპირებთ არის ის, რომ ცეცხლს დავანთებთ და თინუს შევწავთ, სანამ სინათლეს დავკარგავთ. კაცო, ხა ისე აღფრთოვანებული ვარ. წავედით. ამისთვის ცხოვრობთ, კაცო. და მართლა არაფერია იმაზე უკეთესი, როცა გეგმა გამოდის. შეხედე ამას. ეხლა ამ უკაციელ კუნძულზე ვართ. მოდი ჩვენს თევზს შევხედოთ. თქვენ ხედავთ, რომ გვაქვს ჩვენი ძაღლისპილა თევზი, გვაქვს წითელი ბასი, რომელიც დღეს დავიჭირეთ, ანუ წითელი სნეპერი და ასევე ეს ლამაზი დიდ თვალას ზღვის კარჩხანა. კარგი, მოქმედების გეგმა ასეთია. სინათლეს სწრაფად ვკარგავთ. ამიტომ უნდა შევაგროვოთ პატარა ტოტები, ნაპერწკალი, ცეცხლს უნდა ავანთოთ. ავანთოთ, ეს ეპიკური იქნება. წავედით. კარგით, ხედავთ ამ ყველაფერს, აქ ეს ძალიან სუბუქი და მშრალია, შეგვიძლია გამოვიკენოთ. ეხლა უბრალოდ გავივლით ამ სანაპიროზე და ვიპოვით შეშას, რითაც შეგვიძლია მოამზადოთ საჭმელი. გააკეთე ქოცონის ადგილი. დადე ცოტა ნაპერწკალი შიგნით. მზადა, შეხედე იმ მზის ჩასვლის ხეთს. კარგი, ეს იდეალურია. შეაგროვე ბევრი ასეთი შეშა, ამას ჩავყრი ჩვენს კოცონის ორმოში. აქვე გვაქვს შეშა, გვაქვს ნაპერწკალი, პატარა ტოტები. ნახე როგორ ცუდადაა. ახლა ხან ვიპოვე ამ პატარა სანაპიროზე. მოდი ძმაო, ნახე რა საყვარელია. ჰეი ძმაო, ნახე ეს პატარა ერმიტი კიბორჩხალა კაცო. ის ისეთი საყვარელია. კარგი. არ მინდა ძალიან შევაწუხო. აი ესე ძმაო. ვაუ, კარგი, ახლა ცეცხლს დავანთებთ. თითქმის ყველა საჭირო შეშა მოვაგროვეთ. კარგი ბიჭებო, ბევრი ნაპერწკალი მოვაგროვეთ. აქ შეგიძლიათ ნახოთ, თევზი გვაქვს, გიგანტური ძაღლისპილა თინუსი გვაქვს. აქვე წითელი სნეპერიც გვაქვს, მზე ჰორიზონტზე ჩადის. ეხლა ცეცხლს დავანთებთ და ყველაფერს შევწვავთ. ძალიან მშია. მოდი ავანთოთ, წავედით. ცეცხლი ავანთეთ, ეხლა კარგად უნდა ავანთოთ. აქ პატარა ტოტები გვაქვს შეგროვებული. მოდი ესეც შევწვათ, კაცო. თევზი აქ გვაქვს. ბიჭები შეშას ცეცხლზე აგდებენ. ჩვენთან ნამდვილი ლეგენდები არიან. თქვენ დღეს მაგარ თევზზე გამიყვანეთ. გმადლობთ ბიჭებო. გვაქვს ძაღლკბილა თინუსი. მზე ჰორიზონტზე ჩადის. შეხედეთ ამას. კარგი, ალბათ ცოტა უკავნა დავაბრუნოთ ეს. ის თევზი ნელ-ნელა შეიწვება. ამას ავიღებთ. აქ თევზი გვაქვს. აიღე ის თინუსი. ეს უნდა გავრეცხოთ სწრაფად. კარგი ბიჭებო, იქ უკან ცეცხლი უკვე გიზგიზებს. აქვე ხედავთ ჩვენი ლამაზი ძაღლკბილა თინუსი გვაქვს. მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ. ამ მაგარ თევზს სტეიკებად დავჭრით. დანა აქ მაქვს. რაც მინდა გავაკეთო, ზუსტად ის ადგილის პოვნაა, რაც მინდა. ვაუ, ეს ცეცხლი მე მიწვავს, კაცო. ეხლა პირდაპირ აქ კუდთან ხორცზე დავჭრი. ამ ძაღლკბილასაც რამდენიმე სტეიქს მოვჭრი. ბოლომდე ჩაუყვები. მოატრიალე, შეხედე იმ ხორცს პირდაპირ იმ თევზში. ეს საოცარია. კარგი. ეხლა მაგარ თევზს სტეიკებს მოვჭრით. თინუსის სტეიკები სანაპიროზე ბიჭებთან ერთად. უფრო უკეთესად, ნამდვილად აღარ გამოვა. ბიჭებო, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. შეხედეთ ამ თინუსის ხორცს ახლა. ცეცხლი უკვე ანთებულია, მალე დავდებთ სტეიკებს შესაცვალად. ისე მშია. ეს ძალიან გემრიელი გამოვა. შეხედეთ ამას. თინუსის სტეიკები აგვაქვს და ეს მწვანე ჯოხებიც მოვიმარაგეთ. ეხლა უბრალოდ ასე დავამაგრებთ სტეიკებს ჯოხებზე. როგორც ხედავთ, თინუსის სტეიკები მზად გვაქვს. ახლა მათ ცეცხლზე დავდებთ. ნელ-ნელა შეიწვება. ზუსტად ასე. ეს იდეალურია. იცით, დღეს მართლა ძალიან ბევრი თევზი დავიჭირეთ. თინუსიც აქვეა. კიდევ ერთი თევზიც გვაქვს და მას კუნძულზე ადგილობრივებს გადავცემთ. მაგრამ ახლა ხედავთ ბიჭებს. ისინი თინუსის სტეიკებს წვავენ. კაცო, ამის გამო ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ახალი ძაღლკბილა თინუსი. ეს თევზი ნახევარი საათის წინ ცურავდა, ასე რომ ეს ეპიკური იქნება. ნახეთ როგორ იწვება ნელ-ნელა. მამა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დღე იქნება. ხედავთ, თინუსის სტეიკები იწვება. შეხედეთ რა კარგად გამოიყურება. ღმერთო ჩემო, მამა. თინუსის სტეიკები. ძალიან შია. კარგი, ადგილობრივი ბიჭებიც აქ არიან. ძმაო, გონია რომ შენი საყვარელი თევზი დოქტუტია? ხო, ასეა. ჩემი საყვარელი თევზი. შენი საყვარელი.
შენი საყვარელი. ხო. კარგი, ძაღლის კბილი მისი საყვარელია. ვერ ვითმენ როდის ვცდი ამას. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დღე გქონდა. ჩვენ პირდაპირ სვენთ აქ, უკაცრიელ კუნძულზე. ამისთვის ცხოვრობთ. ნახეთ ეს ბიჭებო. პირდაპირ ჭრი ხორცის ნაჯერს ამ კუდიდან. მაქვს თინუსის ნაჯერი, ხედავთ ეს აქ თითქმის საუკეთესო საშიმია მსოფლიოში. მოდი ვცადოთ. ეს საოცარია კაცო. მარფლა შემიძლია ეს მთელი დღე ვჭამო. ცოტა სოიოს соуსი და ლაიმი რო დავამატო, 10-დან 20 იქნება. ეს იმდენად გემრიელია. თინუსის სტეიკები ამ დაუსახლებელ კუნძულზე ძმაო, ამისთვის ცხოვრობთ. მაგრამ გონი ჩვენი სტეიკები აქ უკვე მზადაა. თევზი ალბათ 10 წუთია მზადდება. და ცეცხლი მეწვავს. ეხლა მოვხსნით. აქვე დავდებთ. ეს არის ის, რისგანაც ეხლა ოცნებები იქნება, ბიჭებო. შეხედეთ ამას. ეხლა ამ სტეიკის დიდი ნაჯერს ავიღებთ, შეხედეთ ამას. ვეი, კარგი, ვცადოთ. დოქტუთ თუნა. ეს თევზი 10 წუთის წინ ცურავდა. ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თევზია, რაც გიოდეს მე მიჭამია. ღმერთო ჩემო, მოდით ბიჭებო. კარგი ბიჭებო, ეხლა ამ დოქტუთ თუნას ვაგემოვნებ. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გიჟური თავგადასავალია, რომელშიც ოდესმე ვყოფილვართ. არ მჯერა რომ ბოლოს და ბოლოს დავიჭირეთ დოქტუთი. თუ გინდათ თქვენც წადოთ მსგავსი რამ, ვიდეოს აფტერაში ბმულს დაგიტოვოთ. შეგიძლიათ სპირ მალდივზის ბიჭებთან ერთად წამოხვიდეთ. ისინი ნამდვილი ლეგენდები არიან და დოქტუთ თუნას ისე დასდევენ მალდივებზე, როგორც მე. ძალიან მიყვარხათ ყველა და შემდეგ გიჟურ თავგადასავალზე შევხვდებით. არ დაგავიწყდეთ ლაიქი და გამოწერა. შიჰუ!